ვეცდები ამათ წუთში პროფესიონალური ვიდეო ჩამედიოს იმ ბიოპროდუქტებთან ერთად, რომელიც მაგნეზიუმ შეიცავს. ახლა გახლავართ ჰიპერსწავლის სტადიაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ამავდროულად ტვინმა უნდა იყובოს კარგად ხელთან ერთად, რომ იყო ჯანმრთელად, ანსახად ხმეთ და უკეთესად შეძლო გადამუშავებული ცოდნის პროდუქტის მიღება და ეფექტური იყო როგორც პროფესიონალი. ეს გახლავთ რეკლამა, ეს მცირე ბიოპროდუქტი, რომელიც შეიცავს 40 გრამ მაგნეზიუმს, ამაში მოთავსებული არის თხილი, ნუში, ყურძენი და ზეთის თხილი. რაც შეეხება ხა ამ ოთხეულის კომბინაციას და იმპროვიზაციას ჩვენი ყოველდღიურობისთვის მინდა რომ ენციკლოპედიურ ენაზე პროფესიულად განვიხილო და თითოეული ცოდნის ნიმუშის ჩემი სტილი არის, რომ მისი განფენადობა მოვახდინო, მხოლოდ ბებიაჩემი და კაბაძე არ გახლავთ და ამ თვისებით დაჯილდოვებული სწავლა განათლება, სამწერა კითხვას რეგიონის მასშტაბით ვახორციელებდა და ალბათ ეს გენეტიკური და ამხოლოდ გენეტიკური როგორც ჰუმანური ადამიანები ვალდებულები ვართ, რომ ინფორმაციები გავცვალოთ და ჩემ შემთხვევაში ხშირად თითოეული ინფორმაცია არის ყოველთვის უსაწყისო და თავისუფალი. ნებისმიერ მსურველს ამ ობიტაზე შეუძლია რომ მოისმინოს და შემდეგ თავად გადაამუშავოს და უკეთესი დაუმატოს ამ პირიქით გააკრიტიკოს, არ აქვს ამის ახლა არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ ვსაუბრობთ მაგნიუმზე. მაგნიუმი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მინერალი და მიკროელემენტია, უნდა ჩავიკითხოთ ეს სტატია, ამის დამახსოვრება ძალიან რთულია, ახლა მოვიძია, იმიტომ რომ ვამუშავებ თემას ზუსტად საკულტურებთან, ბიოპროდუქტებთან მიმართებაში და გვერდს ვერ ავუვლი ამ მინერალს, ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ელემენტს ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც ბუნებამ შექმნა და მოიტანა აღქმნა. ესე იგი, სადღაჭერდი ხო, ესე იგი, მაგნიუმი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მინერალი და მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ნერვებისა და კუნთების ფუნქციონირებისათვის, ცვლების ფორმირებისა და ენერგიის მეტაბოლიზმისთვის. ის 600-ზე მეტი ფერმენტის კომპონენტია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის, სისხლის ჩახრისა და გულის მიმოქცევის რეგულირებაში. მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, კანკალი, ან გულის არითმიები, კარგი წყაროებია მარცვლეულის პროდუქტები, პარკოსნები, თხილი, მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები. ეს იმას ნიშნავს და გულისხმობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენს მენიუში ყოველდღიურად დავიცვათ ეს წესრიგი, დისციპლინა და ყურადღება მივაქციოთ თუ რითი ვიკვებები და რა დოზით. პერმანენტულად შეამცირებს ქრონიკული დაავადების რისკებს და ხელს შეუწყობს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. ესე იგი, მაგნიუმის ფუნქცია და ორგანიზმში, ნერვების და კუნთების ფუნქცია. მაგნიუმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნერვის გადაცემისა და კუნთების შეკუმშვის, ცვლების ჯანმრთელობას უწევს, ასევე ხალხის ხელს უწყობს ცვლების მინერალიზაციას და მნიშვნელოვანია ცვლების მეტაბოლიზმისთვის. ენერგიის წარმოება ორგანიზმში, ის ფაქტორია ენერგიის მეტაბოლიზმში ჩართული მრავალი ფერმენტისთვის. მეტაბოლიზმის რეგულირება, მაგნიუმის დახმარებით რეგულირებულია არტერიული წნევა, სისხლის ჩაქრის დონე, კალციუმის და კალიუმის მეტაბოლიზმი. და რაც ყველაზე უმნიშვნელოვანია, გულის ფუნქცია. ის ხელს უწყობს გულის ნორმალურ რიცხვს და სისხლის ტონუსს, საკვები როგორც მაგნიუმის წყარო. მარცვლეულის პროდუქტები მდიდარია მაგნიუმით. აქ არის ჩამონათვალისია თუ რომელი პროდუქტი შეიცავს მაგნიუმს და მე თავად თქვენ გემოვნებით გადაწყვეტ საკუთარ მენიუში რა შეიძლება და როგორ მივიღოთ რა დოზით. თხილი და თესლი, ნუში, კეშიუ და სხვა თესლი შეიცავს მაგნიუმს. ბოსტნეული, მწვანე, ფოსფორიანი ბოსტნეული, როგორცაა ისპანა, მნიშვნელოვანი წყაროა, თევზი და სხვის პროდუქტები, ისინი ასევე ხელს უწყობს მაგნიუმის მიღებას. ხილში ბადამა, ბანანი და ავოკადო შეიცავს მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომებით, მათ შორის კუნთების სპაზმები და კანკალი, კუნთების გაღიზიანება, ჭლეტა, დაბურჟება, დაბნეულობა, ხუსარეულობა და რიტმი. ამას მხოლოდ სტრესი არ იწვევს თურმე და აი რომ ნერვები ხაშლი და ნერვები ამ სინამდვილეზე კანკალებ და სტრესული ვარ, გული მჭულეს და ასე შემდეგ, თურმე სხვა
პირობებიც ყოფილა, რომელიც ხელს უწყობს ამ მანკიერებას, ასე ვთქვათ. დღიური ნორმა. მაგნიუმის მოთხოვნილება განსხვავდება, მაგრამ მომზადებისთვის როგორც წესი დღეში 110-420 მილიგრამამდე მერყევს. მე ახლა ამჟამად მივირთვი 40, რაც ფაქტობრივად იმის ნახევარის არ არის, ხო? ნახევარი არ მე-13 გამოდის სადღაც. მაგნიუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში ზემოთხსენებული საკმაოდ დაბალანსებული დიეტა, როგორც წესი, ფარავს მაგნიუმის დღიურ საჭიროებას. ნორმალური კვების რაციონთა და ცხოვრების წესით მიხედვით, მაგნიუმის დეფიციტი იშვიათია მოხდეს შესაძლებელია დიეტური დანამატების განხილვა ამ ფორმით, ისეთი ფორმით, როგორც სამაგნიუმის ციტრატი ან მაგნიუმის ქლორიდი, კარგად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და სხვა. 5 წუთი, სადღაც 6 წუთი ჩავედი ეთერში კი. მინი ინფოთი, ასე ვთქვათ. არა მხოლოდ ეს მაგნიუმი და ეს ზოგადად პროდუქტი ბიო, რაც მე ახლა მივეთვი და გაგიზიარეთ თქვენ, არანაირად არ ყოფილა რეკლამა, კიდე ვადასტურებ და მაშინ არც თანხა ამიღია და არც ოქრო, უბრალოდ ეს ენციკლოპედიაც რომ არა, ინტუიციურად ვიცით ხოლმე ზუსტად რა გვიყვარს, რა უხდება ჩვენს ორგანიზმს და ჩვენი გემოვნების მიხედვით რა გვაბედნიერებს და საჭიროა წვრილმანებშიც არისო, ხო, რაღაცა ეს სინთეზი სიხარულის, სწორედ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიხარულის გამო არ მივიღე ეს საკვები ვინაიდან რომ ახლა ვზიო არ სადღაც 2-3 საათი ვამუშავებ ამ თემას. Მოწამეთ ერთი სავარჯიშოა, რომელიც ძალიან მეგა ინფორმაციის წაკითხვას მოითხოვს, რომ მე შენ თავად ეს შეისწავლო კურსისთვის, რომ მე შენ გახდე პროფესიონალი სერტიფიცირებული. არა მხოლოდ საკვებში, საკუთარ მიმართებაში, არამედ ზოგადად სამედიცინო სფეროში, რომლის მეშვეობითაც უკვე 15 წელია ამ სისტემაში ოფიციალურად ინტეგრირებული ვარ და ვცდილობ ამ ცოდნის გაღრმავებით შევიმუშაო ის მეთოდები, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, ეს უკვე პერსონალური უნარების მიხედვით იქნება დაფუძნებული და არა მხოლოდ ამ ენციკლოპედიების ფონზე თვითიყუშივით რომ ვიმეორო თქვენთვის ან ჩემთვის. ეს არის მის მინი მიმოხილვა, რასაც ახლა ჩავდივარ მე ამ ეტაპზე, ამ 6-თვიან კურსზე. და ყოველთვის შეგახსენებ ჩემს ლოკალურ მესიჯებში, რომ არა მხოლოდ დისციპლინებურად იყვებოდ, ყოველდღიურად გადაშალეთ ენციკლოპედია, რომ არ უჩიოდეთ თავის ტკივილს, გულის ჩხლეტებს, ფეხის დაფუძვას, ჭარბწონას, თმის სვენას თუ ასე შემდეგ და ყველამ ერთად არ აქვს ამას მნიშვნელობას, მხოლოდ მედპერსონალის პრეროგატივა არ არის, რომ ჩვენ შუქებას მიშისისამე გავჩერდა. ესე იგი, რომ ჩვენს მედპერსონალის პრეროგატივა არ არის, რომ მხოლოდ მათი უფლება ამის ცოდნა, ეს თითოეული ინდივიდის უფლება არის, ვინც ამ დედამიწაზე, ამ ორბიტაზე სულთქნილობს და უნდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად იცხოვროს და სულ მიფიქრება იმ საკითხზე. ეს არის ბიბლიის დროინდელი ფრაგმენტები, მაკვირვებს იმ დროის ადამიანები 9 წლამდე როგორ ცხოვრობდნენ, ალბათ არითმეტიკული ათვლაში არის რაღაცა გარღვევა, ან სხვაგვარად თვლიდნენ ამ კომბინაციას და ამის დაზუსტებაც მაინტერესებს საბოლოო ჯამში თუ მივალთ იმ ევოლუციურ რევოლუციამდე, რომ გამოვიმუშაოთ ის ელექსირი, მუდმივად ვიცხოვროთ. მე ნამდვილად არ მინდა ისეთი გადაღლილი ვარ ხოლმე, მაგრამ ვინ იცის. ამ მოკლე მესიჯით, დროებით გამშვიდობებით და ყოველას საუკეთესო ხის რა დროებით.